იგი გულავა უკმაყოფილოა დედაქალაქში წყალსადენზე მომხდარ ავარიებზე დაგვიანებული რეაგირებით თბილისის მერი დღეს ღრმაღელი სათავე ნაგებობასთან იმყოფებოდა, სადაც ობიექტი და ლაბორატორია დაათვალიერა. გულავა წყლის ხარისხის კონტროლით კმაყოფილია, თუმცა ხელმძღვანელობას ავარიულ შემთხვევებში დროული ჩართვა მოსთხოვა და ამის გამო შენიშვნა მისცა. ეს ლაბორატორია ახდენს, რომელიც ეხლა გაიხსნა და რომელიც ახდენს მიკრობიოლოგიურ, ქიმიურ თუ ნებისმიერი ტიპის დაბინძურებისგან პრაქტიკულად არის 100%-იანი დაცვის საშუალება ჩვენი წყლის. ისთვისაც მე კომპანიას მინდა მადლობა უთხრა. მაგრამ ამასთან მინდა აღვნიშნო ერთი რამე. რაც კვლავ დიდ პრობლემად რჩება. მე არ მიყვარს მარტო მის წერილზე ლაპარაკი. დიდ პრობლემად რჩება, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ ადამიანს უბრუნდება როგორც უხარისხო წყალი და იმისთვის სულ ერთია ის ვთქვათ დაბინძურება მოხდა სათავე ნაგებობაში, რაც თეორიულად გამორიცხულია თუ ადგილზე რომელიმე დაზიანების გამო. მე ამიტომ მინდა უთხრა კომპანიას, ჩვენ მივახციეთ საერთაშორისო სტანდარტს წყლის ხარისხის მართვის კუთხით აქ ქვესადგურებს. ეხლა ანალოგიური არის გასაკეთებელი ადგილებზე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ცხელ ხაზზე იქნება თუ თქვენ ცხელ ხაზზე, ჩვენ ცხელ ხაზზე პირადად მე ვიღებ უამრავ ზარს, მოჩუქჩუქებს წყალი, არის გამოძახება, გამოძახებაზე რეაგირება არის დაგვიანებით, მოდის რაღაც ჩამოძენძილი, გაუბედურებული მუშა, რომელიც ჩაარჭობს პალოს და ის სურათი დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც აქ ვხედავთ, აი ამ მანქანებისგან და აი აქ მოვლილი დაალაგებული სიტუაციის. ჩვენი კომპანია ამაყობს, რომ შეძლო ISO სერტიფიკატის მოპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და თბილისის მოსახლეობას უაწვდით სუფთა და მაღალი ხარისხის სასმელს. ასევე მნიშვნელოვანია დაზიანებებზე სწრაფი რეაგირება. შემიძლია დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენთან ჩატარებული ანალიზები წყლის სრული უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. სათავო ოფისიდან დედაქალაქის მერმა თბილისის წყლის თანამშრომლები გლდანში ერთ-ერთ დაზიანებულ უბანზე წაიყვანან, სადაც ადგილზე აჩვენა არაოპერატიული რეაგირების გამო როგორ უხდება მოსახლეობას ალტერნატიული წყაროებიდან წყლის მომარაგება. გიგი უგულავამ კომპანია Georgian Water and Power-ის თანამშრომლებს დაავალა უფრო ოპერატიულად იმოქმედონ ავარიულ შემთხვევებში. ნახევარ საათში ჩაერთებაო. ამათ უცხოს 7. მე ვარ დავერეკა. იქნებოდა 7, რომელიც მოვიდოდა ამის 12 საათს. და თურმე შესაძლებელია რომ ეხლა დაურეკავენ და ცოტა პანჩურებს რომ ამოარტყავენ, შესაძლებელია რომ ნახევარ საათი, ანუ ეხლა რომელი საათია პირველზე მოვიდეთ. აი ეგ არის განსხვავება. აი ამაზე არის რომ მე ვდარდო. იმას კი არ ვიძახე რომ არაკეთებ. მე იმას ვიძახე რომ არაკეთებ სწრაფად. ეხლა ეს წყარო რა ყოფილიყო, ესე იგი ამ სიცხეში დღე ნახევარი უნდა ყოფილიყო ნუთხო. თქვენ არ გეხებათ, მარტო ეს ეხება თევასაც, ეს ეხება თბილგასაც, ეს ეხება წყალკანასაც. სამივეს ეხება. სამივეში არის ბურდულ-მურდული. ერთი მეორის მილს ამტრევს, მეორე მესამეს კაბელს იმაშვება, მესამე გაზს უჭრის, მეოთხე იმაშვება და არის ხოლმე და ზარალდება ვინა, ხალხი ზარალდება. აი ხა ხოლმე ჩვენ თვითონ ეთქვი, 1 საათ, ნახევარ საათში იქნება. აგერ ამ ხალხს საიდან მოიტანა? 1 წუთკაც. ამ ხალხმა საიდან მოიტანა? ამათმა უთხრეს რომ იქნება 7-ზეო. ეს არის რომ გასაზრდელია რაოდენობა ბრიგადების და გასაზრდელია ისინი. ლაბორატორია ჩვენიერი წყალია და კაია რომ სუფთავდება ლაბორატორიაში. ამაზე მადლობას მეც არავინ არ აღწევს. მაგრამ აქ მე რომ გაჭუჭყიანდება რა გააზრია ამ ადამიანებს იმაში რომ გაჭუჭყიან. გინდა აქ დაბინძურებულა და გინდა იმაში. არ მივაწოდოთ, მაგრამ როცა დაზიანება დიდი ხანი იქნება, თავისით მოხდება. თავისით მოხდება. აი ესე რა, ნელ-ნელა კეთდება. აჰა, ესე მოვდივარ და ესე ვამსებთ. ნაიხი რა, კიდე კაი რო აქ მოდის წყალი. დაიწყეს სამუშაოები ღამით ბრიგადამ და აი გვერდზე გადის მაღალი ზარდის კაბელი, რომელიც ესე იგი არ იყო მინიშნებული ჩვენს რუკებზე და დაზიანდა კაბელი. ამ დროს უკვე სახიფათო გახდა მუშაობა, ვინაიდან მაღალი ზარდის კაბელი იყო, შეტყობინება მივეცით თელასი გამოვიდა ამდენი და უკვე ამთავრებს ასრულებს თავის სამუშაოებს. პარალელ რეჟიმში გავაგზავნეთ ჩვენ სამუშაოები, უკვე სამუშაოები დასრულების სტადიაშია. სადაც ნახევარ საათში უკვე წყალმომარაგება აღდგება.